რომ პირდაპირ მომართავს რომ როგორ აბა ის რაც მოხდა იქ 7 ნოემბერს აბა 26 ნოემბერს რაც მოხდა 26 მაისს მოგწონთ ის აი ესეთი ზოგადი კითხვებით და ესეთი მორალზე აპელირებით ურთიერთობს ჩემთან რაც რასაკვირველია არ ვიცი ახლა გამიზნული შეიძლება არ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში არაკორექტულია იმიტომ რომ მე თავიდანვე განვაცხადე რომ ის რომ მე აი ამ თლიანობაში ხო რაღაცა თლიანობაზე ვლაპარაკობ ეს არ ნიშნავს რომ მე ყველა დეტალი ამ პროცესიდან მომწონს ეს არ ნიშნავს ამას ისე ვიმეორებ 7 ნოემბერიც 26 მაისიც იქამდე 9 აპრილი 2010 წლის ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი აქციები ამას ვიტყვი სადაც მე არა ვარ პოპულისტი და იმის გამო რომ იქ 5 ადამიანით მეტი შემაგინებს Facebook-ზე პოლიტმეტრის კადრების ქვეშ თუ 5-ით ნაკლები მე ამის გამო ჩემ აზრს არ შევიცვლი მე ყოველთვის მქონდა და მექნება იმის სითამამე და ჩემ თავთან სიმართლის სურვილი რომ თქვა რასაც ფიქრობ ჩემ თავთან ვიყო მართალი თორე ეხლა რაც ეამება მაყურებელს ის და მსმენელს ის რომ ვილაპარაკო ძალიან იოლია ამის ლაპარაკი მაგრამ მე მინდა ჩემ თავთან ვიყო მართალი სწორედ ამიტომ გალბატონო ნინო მე ვამბობ რომ მიუხედავად იმისა რომ ჩემი ხო შეიძლება რა ყველა ერთაზე ხო არ ვიქნებით არა ჩემი ღრმა რწმენით სამივე 27 ესე იგი 7 ნოემბერიც 9 აპრილიც 26 მაისიც იყო ჩაფიქრებული როგორც ანტისახელმწიფოებრივი აქცია მიუხედავად ამისა ის ადამიანები რომლებიც მონაწილეობდნენ მათ მიმართ სხვანაირი მოქცევა შეიძლებოდა ვინ არავინ არ ამბობს იმას რომ იქ 7 ნოემბერს იყო ცალკეული გამოვლინებები პოლიციელების მხრიდან სისასტიკისა იგივე 26 მაისს ამას არავინ არ ამართლებს ხო შეიძლება დიალექტიკურად ვიაზროვნოთ ანუ დავინახოთ ერთი მაგრამ დავინახოთ მეორე სხვა შეიძლება შავად ან თეთრად ვაზროვნოთ აი სწორედ ამის გამო ქალბატონო მაია თქვენ ხედავთ ყოფილი უმრავლესობის დედაქალაქის მერის წილს აი ამ ფაქტში რაც მოხდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ადამიანი დაიღუპა თუ მოკლეს შეუძლებელია ამის გამართლება პირიქით მე ვითხოვ როგორც მოქალაქე ეხლა მაინც გამოიძიონ რა მოხდა ნიკა კვინტრაძე თუ არ ვწდები ნიკა ერქვა იმიტომ რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ჩვენი სრულიად საწინააღმდეგო აზრით რომ გქონდეთ ძვირფასია ჩვენთვისაც ძვირფასია მაგრამ ეს ორი უნდა გავმიჯნოთ და კამათში სპეკულატიურად ოპონენტს ისე არ მივახალოთ თითქოს ის რახან დაუშვათ ამას თulis რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი აქცია ზოგადად ის თulis რომ იმავდროულად თulis რომ იქ თუ ვიღაცას თავში მოხვდა და თავი გაუტეხეს ეს კარგია ამას ვერ ვიფიქრებ შეუძლებელი რომ ამაზე ეს ვიფიქრო რომ ეს არის კარგი და ეს ნამდვილად მასე არა ძალიან დავმიჯდოთ ერთი